გამარჯობა, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ფოკუსს ოთხი ძმა ჯეკის შესახებ. ვალეტები ხრელია ჯეკები. ახლა მოვაჩვენე. ეს ერთი ვალეტი. მეორე ვალეტი. აქვე მესამე ვალეტი და მეოთხე ვალეტი. არის ოთხი ვალეტი. ახლა მივაქციოთ დასტას მივაქციოთ ამ ოთხ ვალეტს ყურადღება. არის ოთხი ვალეტი. მივაქციოთ ყურადღება. ახლა დასტას და ვალეტებს. ოთხი ძმა არის ჯეკები ხვიათ ყველას. ერთი ჯეკი წავიდა სახლში. მეორე ჯეკი წავიდა სახლში. მესამე ჯეკი წავიდა სახლში და ეს უფროსი ძმა ჯეკი დარჩა სახლში, როგორც მეპატრონე სახლის და დარჩა. შევხედოთ, რომ ერთი ცალია მარტო არაფერი. ახლა ეს ერთი ძმა ჯეკი წავიდა ლუდის დასალევად, მეორე ძმა ჯეკი წავიდა ფეხბურთის სათამაშოდ და ეს მესამე ძმა ჯეკი წავიდა უნდა ემუშავა სამუშაოდ და ყველანი სახლში დაბრუნდნენ. ეს ორი ძმა, ეს ოთხი. ეს ახლა აგიხსნით მე ამ ფოკუსს. ამ ოთხი ჯეკის როცა გვაქვს ოთხი ჯეკი, ამ ოთხ ჯეკს გვატანს კიდევ სამი კარტს. ეს ამას ვუმატებთ უკან. ჩუმად რომ არაფერს არავინ არ მეხტეს და ვერავინაირს ვერ მიხტეს. ეს ოთხი ჯეკია. ვითომ აქ 7 კარტია სულ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვაჩვენოთ, რომ 4 კარტია. ეს პირველი ჯეკი მიდის სახლში, მეორე ჯეკი მიდის სახლში, მესამე ჯეკი მიდის სახლში. ამასობაში აქ არის კიდევ 3 კარტი, რომელიც არ ჩანს. ამას ვაძებთ ზემოდან და ვიღებთ მარტო ეს. ამ 3 ჯეკის მაგივრად რომელიც უნდა იყვნენ არის სხვა კარტები, რომელიც გინდათ ისადეთ, სხვა კარტებია. ეს დარჩა სახლში და ეს ჯეკები არ არის, ვითომ ჯეკები წავიდნენ სხვადასხვა ადგილას. და დაბრუნდნენ სახლში. სადაც კიდევ იქნა, სადაც მოგესურვებათ იქ ჩავსვით ეს რა კარტიც გვაქვს ჯეკების მანდაცვლად და ეს ჯეკებიც უნდა ჩავსვათ ბოლო დასტის მაღლა ადგილზე, მაგალითად ადგილზე. სულ ეს იყო დაგემშვიდობებით ნახვამდის.